კიდევ ერთხელ მოგესალმებით, გადაცემას დავიწყებთ სარაგბო თემით, რაგბს რაც შეეხება, ბათუმის რაგბის გუნდის შესახებ უნდა ვისაუბროთ, მეოთხე ტურის მატჩი გაიმართა დიდი გათამაშების და მეოთხე გამარჯვება ზედიზედ მიჯრით მოიპოვა ბათუმის სარაგბო გუნდმა, ამჯერად დაამარცხა საკუთარ ქალაქში, საკუთარ კედლებში ბათუმის გუნდმა თბილისის ლელო, გარდა იმ ზედიზედ მოპოვებული მეოთხე გამარჯვებისა, გუნდს გადაეცა სარბიელის გარდამავალი თასი, რომელიც დარჩება ბათუმში ამ სეზონში, როგორც ჩანს, სხვა რა მიზნები აქვს გუნდს მიმდინარე სეზონში, ჩვენმა რეპორტერმა ზურა დიასამიძემ გაარკვია. მოქმედი ჩემპიონი სარაგბო კლუბ ბათუმის წაუგებელი სერია ეროვნულ ჩემპიონატში გრძელდება. ირაკლი ნინინძის გუნდმა რაგბი დიდი 10-ის მეოთხე ტურის შეხვედრაში თბილისის ლელოს უმასპინძლა მეტოქე 23-11 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე გამარჯვებასთან ერთად სარბიელის გარდამავალის სინიც მოიპოვა. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ დიდი შრომა გავწიეთ, სტატიკურად დავალაგეთ ჩვენი გუნდი, ტაქტიკური ცვლილებები გქონდა რაღაცეები. მაგრამ ყველაფერს კარგად ალღავაღეთ. ჩვენ ვიცით, რომ ლელო ძალიან დაალაგებულ თამაშს თამაშობს და შეეცდებოდა, რომ თავისი სწორი თამაში ჩვენზე მოეხვია თავს. ამიტომ ჩვენც მათ დაუპირისპირეთ ტაქტიკურად გამართული თამაში და აქედან გამომდინარე მოვიპოვეთ გამარჯვება. რაც შეეხება სარბიელის სინს, ეს ჩვენთვის იყო ორმაგი мотиваცია. დიდი ხანია ბათუმში აღარ ყოფილა და ჩვენის დავიბრუნეთ და აღსანიშნავი ფაქტია, რა თქმა უნდა. ბათუმი რაგბი არენაზე თამაში თორნიკე ბუბუტეიშვილის გუნდის აქტიურობით დაიწყო, რასაც მეხუთე წუთზე გატანილი ლელოც მოხვა. სტუმრებმა 5 მეტრიანი დერეფნიდან მოლი კარგად დააგორეს და შეტევა ბადრი ალხაზაშვილის ლელოთი დაასრულეს. გარდასახვა კი არაზუსტი იყო და შედეგად ლელო 5-0 დაწინაურდა. ამ შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ, სათამაშო უპირატესობაც მოიპოვეს და ორი ჯარიმის გატანაც შეძლეს. ორივე შემთხვევაში ჯარიმა ზუსტად ბათუმელთა მგეზამმა ბუბანოზაძემ შეასრულა და ტაბლოზე პირველი ტაიმის ანგარიშიც 6-5 დააფიქსირა. ყველაზე დაძაბული თამაში იყო, რაც კი გქონია, იმიტომ რომ დიდათში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი არის, კარგი სისტემა აქვს და ჩვენი უპირატესობა იყო, კონტაქტის არეში ძალიან ძლიერები ვიყავით და გუნდს სტაფმა ძალიან კარგად იმუშავა, რა მინუსებიც ჰქონდა ვუპოვეთ და ყველაფერი კარგად შევასრულეთ ჩემი მიზნით. პირველ რიგში ჩემს გუნდს მიულოცავ, ჩემს ბიჭებს, ლომებს, რომლებმაც თავი დადეს და რა ვიცი საკუთარ თავს გადააბიჯეს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ სრული გულშემატკივრები გაეხარებინათ, ყველაფერი გააკეთეს. თამაშის მსვლელობას რაც შეეხება, ტრადიციულად მოლებში ძლიერი გუნდია ლელო, იქ კითხვის ნიშანი ისმის მაინც ის პირველივე მოლი ლელო იყო თუ არ იყო, ქონდა ჩავარდნები, ჯარიმები ბევრი ქონდა და მაგანაც განაპირობა, რომ თავიდანვე უპირატესობა მოიპოვა ჩვენმა მოწინააღმდეგემ, მაგრამ მიუხედავად ამ უპირატესობისა შევძელი თამაშის გარდატეხა და წარსულში ჩვენი გულშემატკივრების წინაშე ისე როგორც ჩემპიონებს ეკადრება. პირველ რიგში მადლობა გულშემატკივარს ესე დისციპლინური გულშემატკივრობისთვის ბათუმის ქვეყნის ჩემპიონი გუნდია, უოლცად ღემოდა გამარჯვებას. ჩემი მეორე ოჯახია ბათუმი და შეკინების კომპონენტში გვაჯობეს დისციპლინის ხარჯზე ჯარიმები და გადმოვიდოდა ცოტა აი მაგაში დავიჩაგრეთ. მაგრამ არა უშავს გამოსწორდებით. მეორე ტაიმის საწყის 12 წუთში კი სტუმართა ფულბეკმა გიორგი ბოლქვაძემ ორი ჯარიმა გაიტანა, რომელთა შორის ერთი ზუსტი დარტყმა ნოზაძემ შეასრულა და შესაბამისად შეხვედრაში სტუმრები კვლავ დაწინაურდნენ. დარჩენილ დროში კი მიუხედავად იმისა, რომ ბათუმელები აღნიშნულ მატჩს დიდი საკადრო პრობლემებით შეხვდნენ და სამწვრთნელო შტაბს გარკვეულ პოზიციებზე დიდი არჩევანიც არ ჰქონდათ, მასპინძლებმა თამაშის გარდატეხის შეტანა მაინც მოახერხეს და მეტოქის ჩათვლის მოედანი ორჯერ აიღეს. გატანილი ლელოები თავი თორნიკე აკუბარდიამ და გიორგი თხილაიშვილმა გამოიჩინეს, ხოლო ორივე ლელო ზუსტად ბუბანოზაძემ გარდასახა და საბოლოოდ შავიზღვისპირელებმა აქტივში მორიგი დამაჯერებელი გამარჯვებაც ჩაიწერეს. გამარჯვებას შეხვედრასაც შეეხება რთული დილემის წინაშე ვიდექით, იმიტომ რომ ბევრი ტრამვიანი გვყავდა, პლუს მაგას ლელო ორგანიზებული და კარგი გუნდია, ამიტომ მოთმინება იყო ყველაზე მთავარი იარაღი და ხასიათი რაც გამოვიყენეთ და გავიმარჯვეთ. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო ბათუმის გუნდს და გამარჯვება მიულოცო. რაც შეეხება ლელოს, პირველ ტაიმზე მეორე ტაიმს შორის განსხვავება ნამდვილად იყო ჩვენი თამაშის ხარისხში. მეორე ტაიმში შედარებით ანუ დისციპლინაში ოდნავ მოვიკოწლეთ და მან დიდი უპირატესობა მოიპოვა მოწინააღმდეგე. საკმაოდ რთული თამაში იყო ამინდან გამომდინარე. ვფიქრობ, რომ საინტერესო დაძაბული თამაში იყო, სანახაობრივიც იყო და დღეს ვფიქრობ, რომ დამსახურებულად მოიგო ბათუმმა
მეორე ტაიმის გათვალისწინებით. სარაგბო კლუბი ბათუმი 4 ტურის შემდეგ დიდი 10-ის რეგულარული სეზონის სატურნირო ცხრილს 18 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს. გუნდის მსმენელის პალიკო ჯიმშელაძის თქმით, მიმდინარე სეზონში მათი ერთადერთი მიზანი სწორედ ჩემპიონის სტატუსის შენარჩუნებაა. აუცილებლად ჩვენ ერთადერთი მიზანი გვაქვს, ეს არის ჩემპიონობა. რა თქმა უნდა, აუცილებლად რეგულარული სეზონის ან როგორ შარშან მოგვიწია ისე არ ძალიან ისე ბოლო თამაშმა გადაწყვიტა და არ გვინდა რომ აქამდე მივიდეთ და რეგულარული ჩემპიონატი დავამთავროთ. აჩება ზევით პირველ ადგილზე და თავისთავად ჩვენ ვართ მზად, ყავს ესეთი ბიჭები, მაგარი ბიჭები, რომლებიც ამ ყველაფერს შეძლებენ და რომელიც სრულად რეალურად თან გვაქვს ასე ვთქვათ გამოწვევა რა. ბათუმს არ გაუმეორებია ჩემპიონობა და მედია რომ ამ გამოწვევასაც კარგად გადავლახავთ და თასი მომავალ წლისთვისაც ჩვენთან დარჩება და ამ სეზონსაც გავიმარჯვებთ. წელს დასაწყისი კარგი გვაქვს შედარებით გასულ სეზონთან. მიზანი რა თქმა უნდა ჩემპიონობაა. გვინდა რომ სეზონი დავასრულოთ პირველ ადგილზე და ავირიდოთ ზედმეტი თამაშების თამაში და ვითამაშოთ ეგრევე ნახევარფინალი და გავიდეთ ფინალში და მიზანი არის რომ თასი ჩვენთან დარჩეს. მოპოვებით დავიბრუნეთ და ეხლა მიზანია რომ დავიტოვოთ. მაგისთვის მზად ვართ და ნელ-ნელა უკვე თამაშით უფრო შევთამაშდით და უკეთესი გუნდი ვიქნებით მეორე ნახევრიდან რომ დავიწყებთ. მომდევნო მატჩს ბათუმი 10 ოქტომბერს სტუმრად ხვალმთთან გამართავს. რა თქმა უნდა, წარმატებები ბათუმის სარაგბო კლუბს, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს და იმედია რომ თასი მართლაც ჩვენს ქალაქში დარჩება. ისევ წარმატებები ყველა მორაგბეს, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებსაც, რომელსაც მოახლოებული მატჩები აქვს უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი. გადავიდეთ შემდეგ თემაზე და ეს არის როგორც გითხარით კონტაქტური კარატე, რომელსაც გვერდს ვერ აუვლიდით ვერანაირად, რადგან 14 მედალი ევროპის ჩემპიონატიდან ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი შედეგია უნგრეთში დაფიქსირებული ჩვენი ნაკრებისთვის. თან მოგეხსენებათ, ბათუმი არის ერთ-ერთი წამყვანი ქალაქი ამ სპორტის სახეობაში. ჩვენი თანაქალაქელი ლევან სინცაძე უნდა ჩაგვერთოს წესი დარიგით. ლევან, მოგესალმები. მადლობა რომ მიუხედავად ამ გადაღლილობისა, დიდი მგზავრობისა, დიდხნიანი მგზავრობისა და შეხვედრებისა, მაინც მოახერხე და ჩაერთე ჩვენს გადაცემაში. მინდა წარმატება მოგილოცო და ჩვენს მაყურებელს უთხრა, რომ კიდევ ერთხელ გავაცნო ეს სიახლე, რომელიც ეხება უნგრეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატს, 14 მედალი. აქედან უნდა ვთქვათ, რომ ეროვნულ ნაკრებს ჩემპიონობა მოუტანა მინდია მგელაძემ, ანდრეი ზინჩენკომ, ლაშა ოზბეთელაშვილმა, დავით მსხალაძემ და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ ლაშა შანთაძე და დათა ფუტკარაძე. ახალგაზრდულ ნაკრებზეც ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, ლევან სინცაძეს გავაცნობ კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებელს, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, ასევე აჭარის კონტაქტური კარატეს ფედერაციის პრეზიდენტია ლევანი და ჩვენი კარგი მეგობარი. ლევან, მოგესალმები კიდევ ერთხელ, მადლობა ჩართვისთვის და კიდევ ერთხელ გილოცავ ამ წარმატებას. რა შეგვიძლია გითხრა, აი ამ ვიცით რომ შეხვედრიდან მოდიხარ, მინისტრთან გამართული შეხვედრიდან და მანდატს გაიგებდი რამე საინტერესო სიახლეებს, ვისაუბრებთ ჩვენ დღეს ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ასევე ბათუმში გაიმართება და დიდი მოლოდინი გვაქვს ამასთან დაკავშირებით და უკეთ ყველა ეს სიახლე გვინდა შენთან ერთად გავიაროთ და შევაჯამოთ კიდევ ერთხელ. ესე მოგესალმები, მადლობა კიდევ ერთხელ ესეთი ოპერატიულობისთვის. მოდის გიხდი რომ მიწევს მანქანიდან ჩართვა, რადგან ჯერ კიდევ არ ჩამოვსულვართ სახში, ეხლა შემოვედით ქალაქში. რაც შეეხება შეჯიბრი ძალიან როგორც თქვით თავიდან არ ველოდებოდით რომ გაიმეორებდა საქართველოს ეროვნული ნაკრები იგივე შედეგს რაც წინა წერს. არ ველოდებოდი იმაში გულისხმობ იმას რომ ძალიან გაგვიჭირდებოდა და რთული იქნებოდა. მოგეხსენება რომ 30 ქვეყნის საუკეთესო პირველი და მეორე ნომერი ღებულობდა მონაწილეობას და ისევე როგორც ჩვენ ყველა ქვეყანა გასამარჯვებლად იყო იქ ჩასული. თუმცა მიუხედავად ამ დიდი კონკურენციისა ჩვენმა შრომამ თავისი ესე რომ ვთქვათ შედეგი გამოიღო. დიდება უფალს და მადლობა უფალს. დაგვიგვირდა ოქროს მედალით დაუბრუნდით საქართველოში. გუნდურ ჩართვაში პირველი ადგილი დავიკავეთ, ასევე როგორც პირად შეხვედრებში, ასევე საერთო გუნდურ ჩართვაშიც ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მოგეხსენება ძალიან ძნელია ესეთი შედეგის გაკეთება, თუმცა ამ შედეგის გამეორება ორმაგად უფრო რთულია. რაც წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, თუმცა როგორც თქვით, ჩვენი მომზადებით, შრომით, ძალისხმევით, ერთობით, ყველას ერთად ჩართულობით შევძელით და კიდევ ერთხელ იგივე შედეგი და საქართველოს თავისი რეკორდი გააუმჯობესა. წინა წელს 4 პირველი ადგილი ჰქონდა ბიჭებში,
წელს იგივე გვაქვს, თუმცა წინა წელს მხოლოდ ერთი медаლი ჰქონდა ახალგაზრდებში და წელს 3 ოქროს медаლი ავიღეთ. ამით შეიძლება ითქვას თამამად, რომ ჩვენი შედეგი გაუმჯობესებულია. კი ბატონო, მეტყველეს პროგრესზე. ლევან, მინდა კითხვა აუცილებლად, რა გამოხმაურებები მოყვა ადგილზე უნგრეთში, თქვა სპეციალისტებიც შეიკრიბნენ, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ქვეყნიდან, მწვრთნელები, ასევე სხვადასხვა ეროვნული ნაკრებების ძლიერი კონკურენცია და აი თქო რას ამბობენ ჩვენს ნაკრებზე, აი ამ ბიჭებზე, ოქროს თაობაზე, რომელიც ყავს ამ შემთხვევაში შენ. ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, შემიძლია თქვა პირდაპირ კონტაქტური კარატეს ისტორიაში. ისტორია იწერება ისეთი, რომელიც აქამდე რომელზეც ვერც მიოცნებებდით, პირდაპირ ვიტყვი, ჩემი ნაკრებში ყოფნის პერიოდში ჩვენთვის ძალიან რთული იყო უბრალოდ იქ მოხვედრა, შემდეგ იქ медаლის გაკეთება ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი წარმატებად ითვლებოდა. 1-2 წელს თუ გაივლიდი, ეს ითვლებოდა უკვე ძალიან დიდ მიღწევას. თუმცა მაშინაც ყავდა ჩვენ ერთი ჩემპიონი, 2 წყოლია, 3 წყოლია, მაგრამ ეს მთელი ამ 20 წლის პერიოდში გეუბნები ჯამში. ერთი წონით შეგვეძლო მოგვეგო მაქსიმუმ 2 წონა, თუმცა ესეთი ფავორიტები და ბევრ შეჯიბრიდან დაუბრუნებული ვართ, მაგალითად, სადაც მხოლოდ 1 медаლი ან მხოლოდ 2 სინჯის медаლი აგვიღია. ეხლა ისეთი შემადგენლობა იყო, რომ თითქმის ყველა სპორტსმენი განთესილი იყო და თითქმის ყველა სპორტსმენი მოიაზრებოდა მომავალ, ესე რომ ვთქვათ, პოტენციურ ჩემპიონატ და ეს კიდევაც ესე მოხდა, რაც შეეხება მთელმა მსოფლიომ, მთელმა ევროპამ იყვნენ იაპონიის ტექნიკური დირექტორი იყო, მსოფლიოს წარმომადგენლები, მსოფლიო კარატეს ორგანიზაციის წარმომადგენლები იყვნენ იაპონიიდან, რომლებიც ესწრებოდნენ ამ ღონისძიებას და სრულად ყველა მაღიარა, რომ საქართველოს დღესდღეობით ყველაზე ძლიერი გუნდია კონტინენტზე და არა მარტო კონტინენტზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ვიძახი ჩვენი წარმატებისთვის და ძალიან სასიხარულოა, თუმცა ვიტყოდი, რომ ჩვენ ეს არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ მოვდუნდეთ, არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ესე რომ ვთქვათ, უფრო მშვიდად ვიყოთ და ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. უნდა ვიყოთ მაქსიმალურად 2-3 დღე, 4 დღე, მაქსიმუმ 1 კვირა უნდა მოხდეს ჩვენი სპორტსმენების რეაბილიტაცია, დასვენება, ესე რომ ვთქვათ და უნდა შეუდგეთ შემდეგი კვირიდან უკვე მუშაობას საქმეს, რადგან ეს უკვე წარსულია და ახალი შედეგებზე უნდა ვიფიქროთ. მოგეხსენებათ, რომ 24, 25, 26 ოქტომბერი დიდი საერთაშორისო ტურნირი ბავშვებს შორის ბათუმი ოფენი, ხოლო უფროსი ასაკის შორის მეორე დღეს გრან-პრი გაიმართება, სადაც მონაწილეობას ასევე ძალიან ძლიერი შემადგენლობა მიიღებს. ეს ტურნირი იმით განსხვავდება სხვა ტურნირებისგან, რომ ეს იქნება მხოლოდ ერთი აბსოლუტური წონით კატეგორია, როგორც კაცებში, ასევე ქალებში. ბიჭებში 33 სპორტსმენი არის უკვე, ვინც რეგისტრაცია გაიარა და 33 კაცი ერთი პირველი ადგილისთვის იბრძოლებს. ამ 33 კაცში მინდა გითხრათ, რომ 3 მსოფლიოს ჩემპიონი ღებულობს მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნიდან და მსოფლიო პრიზიორები, ევროპის ჩემპიონი და პრიზიორები. შესაბამისად, რადგან აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ტარდება, ეს გაცილებით რთული ბრძოლები იქნება, როგორც All Japan ტარდება იაპონიაში მხოლოდ ერთი ჩემპიონატი, ერთი წონით კატეგორიაში, ასევე იქნება ბათუმში, ბიჭებშიც და გოგონებში და შესაბამისად მოდუნების საშუალება არ გვაქვს, უნდა გავაგრძელოთ ჩვენ მზადება. ასევე ვიტყვი, რომ ოფიციალურად უკვე გაკეთდა განაცხადი და გადმოეცა უკვე საქართველოს მომავალი წლის მასპინძელი სტატუსი და 8 და 9 მაისს ჩატარდება, 8-9 მაისს ჩატარდება ევროპის ჩემპიონატი ბათუმში სპორტის სასახლეში, რომელიც იქნება უკვე ერთ-ერთი ძალიან გარდამტეხი კიდევ ერთხელ ვიტყვი ჩვენს ისტორიაში კარატეს, რადგან ჩვენ უკვე წონით კატეგორიაში როგორც მასპინძლებს შეგვეძლება 3 სპორტსმენი გვყავდეს წონით კატეგორიაში, შესაბამისად ის ახალგაზრდები უკვე რომლებიც 18 წლის იქნებიან შესრულებული და რომლებიც ჩემპიონები იქნებიან, მათ მიეცემათ შესაძლებლობა უფროსი ასაკის სპორტსმენებს დაემატოთ და მესამე ნომრად დაემატებიან უკვე და ეს კიდევ ერთი დიდი გამოცდილება იქნება მათ ცხოვრებაში. შესაბამისად, ყველა ადამიანს უბრალო მაცხოვრებელს მიეცემა შესაძლებლობა, რომ ადგილიდან შეხედოს ესეთ დიდ მოვლენას, რასაც ევროპის ჩემპიონატი ქვია და პირდებით, რომ იქნება ძალიან მაღალ დონეზე დაორგანიზებული, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელია იქამდე უკვე დღეს ქონდა საქართველოს სპორტის მინისტრთან და მოადგილეებთან შეხვედრა და უკვე ამისთვის ემზადებიან ისინი, რომ ეს ღონისძიება მაქსიმალურად გრანდიოზულად ჩაიაროს და ჩატარდეს.
და ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთი წინ გადადმოვინავიჯი იქნება ჩვენს რეგიონში, უფრო მეტ ახალგაზრდა შეიძლება ახლოდან შეხედოს და ვფიქრობ, ამ დიდი ღონისძიების შემდეგ უფრო მეტად ცნობილები გახდებიან ჩვენი სპორტსმენები, უფრო მეტი სტიმული ექნებათ მათ და ძალიან ბევრი ახალგაზრდა გაიზიარებს ჩვენს ბედს, ესე რომ ვთქვა და დაიწყებენ კარატეზე ვარჯიშს. მე ამის დიდი იმედი მაქვს. ლევან, განსაკუთრებულად მინდა გამოვყო ერთი ასპექტი, რომელზეც ჩვენ გვისაუბრია სტუდიაში მანამდეც, ვთქვათ, წინა წლებში, ეს არის ვთქვათ, გოგონებში, ახალგაზრდებში მიღწეული წარმატება, ანა ნათიკაშვილი, ნინო შუბითიძე, რომლებიც ასევე ბრინჯაოს მედლები მართალია, მაგრამ ეს საკმაოდ კარგი შედეგია ჩემი შეხედულებით, მე რასაც ვაკვირდები ვთქვათ, აი თქვენი სპორტის სახეობის განვითარების პერსპექტივას და წლების მანძილზე, ჩვენ ვსაუბრობთ გოგონებში ვთქვათ, რაღაცა იმდენად მაღალი შედეგები არ ქონდათ, მაგრამ ახლა უკვე ამ შედეგზეც გახვედით, ხო? დიახ, გოგონები ძალიან მაგრად გამოვიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მესამე ადგილი ავიტყოდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ადგილები დაიკავეს, რადგან ევროპის ჩემპიონატზე ნებისმიერი ადგილი ძალიან რთული მოსაპოვებელია, თუმცა ძალიან მძიმე ორთაბრძოლებში დამარცხდნენ ისინი. მოგეხსენებათ, რომ 18 წლამდე ახალგაზრდები ცოტა ისეთი სპეციფიური წესები აქვს და შესაბამისად ძალიან პატარა რაღაცის გამო შეიძლება ძლიერმა მებრძოლემ წააგოს ორთაბრძოლა. ზუსტად ასე მოხდა მათ შემთხვევაში, თუმცა მე იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან ძლიერი გოგონები არიან და კიდევ ყავს ჩვენ რამდენიმე ძლიერი გოგო, რომელიც გააგრძელებენ და ძალიან მალე ვფიქრობ, მაქსიმუმ 5 წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრები, როგორც დიდებში, ახალგაზრდებში და ჭაბუკებში ასევე უკვე ძლიერი გოგონები ეყოლება მას, რადგან ძალიან კარგი თაობა წამოვიდა და ძალიან იმედის მომცემია ეს ყველაფერი. ლევან, ბოლოს აუცილებლად მინდა კითხვა იმ შეხვედრის შესახებ, რომელიც დღეს გაიმართა თბილისში სპორტის სამინისტროში, თქვათ, გარდა იმ საორგანიზაციო საკითხებისა, რომელიც შენ უკვე მიმოიხილე, მაისის გასამართლებლობის ჩემპიონატის, რა დაპირებები მიიღეთ კიდევ მინისტრისგან? მოგეწენებათ, რომ ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს სპორტის სამინისტროსთან, ადგილობრივთან, ასევე ცენტრალურთან. შეხვედრაზე იყო შეხვედრას ჰქონდა მინოცვის სახე, მათ დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ იცოდათ, რომ ძალიან ბევრი სპორტსმენი და ნაკრებში შეიძლება ითქვას უფრო მეტი პროცენტით აჭარის წარმომადგენლები იყვნენ, შესაბამისად ჩვენ დღეს დაბრუნება გვიწევდა საქაისა ბათუმში და რადგან ისე არ მომხდარიყო, რომ 2-3 დღის მერე კიდევ ჩასასვლელი ყოფილიყო ნახევარი გუნდი თბილისში, მათ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გადატვირთული გრაფიკი ჰქონდათ, რადგან ძალიან ბევრი ღონისძიებები იმართება პარალელურად, შეეცადნენ რომ დაემთხვიათ და ჩვენ დავისწარით ამ ღონისძიებას და შემდეგ დავბრუნდით. რაც შეეხება იყო ძალიან სასიამოვნო და საინტერესო საუბრები, ერთმანეთს ესე რომ ვთქვათ, გაუზიარეთ და ის ზუსტად ის რაც ხელშეწყობა გვჭირდება ჩვენ, რაც საჭიროა, ის უკვე უფრო წვრილმანულად ფედერაციის დონეზე იმისათვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად წავიწიოთ, აი ამ დეტალებს გაისვა ხაზი, რაზეც ყველაფერზე ძალიან კარგად და დადებითი, ესე ვთქვათ, პასუხები მივიღეთ და იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგად იქნება და მიუხედავად ამ ყველაფრისა ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ, გავაგრძელოთ უნდა შრომა და როგორც აქამდე თითქოს არაფერი არ იყო, მაგრამ ვიწყებდით ნულიდან და დღემდე მოვედი, ვფიქრობ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ კიდევ უფრო მეტად გამართული, უფრო მასობრივად, უფრო მეტი სპორტსმენი გვეყოლება და შესაბამისად მასიურობას მოყვება უკვე. მაღალი მიღწევების სპორტში გადავა ძალიან ბევრი სპორტსმენი ქუჩას მოშორდება და ჯანსაღი ცხოვრებით დაკავდება და ვფიქრობ, აი ესეთი მიდგომებით აუცილებლად ძალიან ბევრ კარგ ქართველს აღვზდით ჩვენს ქვეყანას. მე ამაში დარწმუნებული ვარ. ძალიან დიდი მადლობა, ლევან, შენი საქმისთვის. წარმატებები მინდა გისურვო და კიდევ ერთხელ მოგილოცო მიღწეული გამარჯვება და წარმატება. მადლობა, რომ ასახელეთ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე. ლევან სინცაძე, აჭარის კონტაქტური კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი, ასევე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი კონტაქტურ კარატეში გვერდთვებოდა. ამით სტუმრების ნაწილი და ასე ძირითადი ნაწილი დასრულებულია, თუმცა წინ გვრჩება, რა თქმა უნდა, მიმოხილვა გასული უქმეების სპორტული სიახლეებს. ნახავთ ჩვენს მიერ მომზადებულ ეგრეთ წოდებულ დაიჯესტში. მე კი დაგემშვიდობებით მომავალ ორ შაბათამდე კეთილი სურვილებით ნახვამდის.
უნგრეთის ქალაქ დებრეცენში ევროპის ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში ქართველი სპორტსმენების ტრიუმფით დასრულდა. კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ეროვნულმა და ახალგაზრდულმა ნაკრებებმა საერთო ჯამში 14 медали მოიპოვეს. დიდებს შორის ეროვნულმა ნაკრებმა 4 ოქროს და 2 ბრინჯაოს медали მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ახალგაზრდებმა კონტინენტის პირველობას 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს медалით დაასრულეს და ვაჟთა შორის ასევე გუნდური პირველი ადგილი მიიღეს. ევროპის ჩემპიონობა მინდიამ გელაძემ, ანდრეი ზინჩენკომ, ლაშა ობეთელაშვილმა და დავით მსხალაძემ იზეიმეს. ბრინჯაოს медалებს კი ლაშა შანთაძე და დათა ფუტკარაძე დასჯერდნენ. ახალგაზრდული ნაკრებიდან ევროპის ჩემპიონის ტიტული გიორგი ძნელაძემ, დავით ძნელაძემ და საბა ჭრელაშვილმა მოიპოვეს. ვიცე-ჩემპიონები დავით შველიძე, დიმიტრი მსხალაძე და ავთანდილ პარწიკანაშვილი გახდნენ, ხოლო ანანო დათუკიშვილსა და ნინო შუბიტიძეს კი ბრინჯაოს медалები ერგოთ. უბედნიერესი ვარ, წინა წლის შედეგი შევძელი და გავიმეორე კიდევ ერთხელ მოუტანე ჩვენ ქვეყანას ოქროს медали. დღეს განსაკუთრებული დღეა, სოხუმის დაცემის დღეა და ეს გამარჯვება მინდა მიუძღვნა ომში დაყუპული ჩვენს ქართველ გმირებს. ეს მხოლოდ ჩემი შედეგი არის, მთლიანი გუნდის შედეგია და ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ ყოველთვის და მადლობა ჩემს მწვრთნელებს, პირას მწვრთნელს, ლევან ცინცაძეს, ჩვენს დოქტორს ფურისტუნაძეს, ყველა თქვენი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ და ეს ძალიან კარგი განცდა, ბედნიერები ვართ ძალიან. 4 დიდებში 4 ფინალი იყო და 4 ჩემპიონები გავხდით. შეუძლებელი შეძლეს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა და რასაც როგორც წინა წელს თქვი რომ ვერც კი ვიოცნებდი მეთქი, ამ წელზეც იგივე შემიძლია ვთქვა, რადგან წინა წლის მოქმედი ჩემპიონები ვიყავით, როგორც პირად ჩასვლაში, ასევე გუნდური პირველი ადგილი დავიჭირე და ძალიან რთული იყო ამ შედეგის გამეორება. 4-ვემ პირველი ადგილი გაიმეორეს, დაგვემატა 2 პრიზიორი ლაშა შანთაძემ გაიმეორა და დათა ფუტკარაძემ შეძლო და ევროპის პრიზიორი გახდა 70 კილომდე. ძალიან მძიმე ბრძოლაში დამარცხდა, თუმცა შემდეგ ის სპორტსმენი უკვე ანდრეი ზინჩენკომ ფინალში დაამარცხა. საქართველოს რეკორდი ისევ საქართველოს მოხსნა. ისევ გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავედით და ძალიან ბედნიერი ვარ, მინდა ყველა სპორტსმენს დიდი მადლობა გადაუხადო, ყველა მწვრთნელებს. საქართველოს სპორტის მინისტრი ბერძნულ რომაულ სტილით მოჭიდავეებს ვახტანგ ლოლუასა და გელა ბოლქვაძეს შეხვდა. შალვა გოგოლაძემ სპორტსმენებს მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა. შეგახსენებთ, რომ ვახტანგ ლოლუამ ფინალში ირანელი ფარზად აჰმად ბალოოტაკი ანგარიში 9-7 დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა. გელა ბოლქვაძემ კი ფინალი ირანელ მეტოქესთან დათმო და ვერცხლის медали მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენებმა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იასპარეზეს. ბატონ შალვა შეხვდით, მოგვილოცა გოთბილი შეხვედრა ჰქონდა. მადლობა მას მონაცვლისთვის, მან ისაუბრა საინტერესო სიახლეებზე, რაც იმედს იძლევა ეს ყველაფერი, რომ სამომავლოდ უკეთესი და უკეთესი медалები გვექნება. იქ ვერ გავიაზრე მართლა რომ მსოფლიო ჩემპიონი ვიყავი, თავის ზღაპარში მეგონა მართლა, მაგრამ აქ რო ჩამოვედი, აეროპორტში ძალიან ბევრი ხალხი დაგხვდა, გულშემატკივრები, ამათ ძალიან კარგად იმოქმედა ჩემზე. ამ გამარჯვებას უძღვნე ჩემს გარდაცვლილ მეგობარს მაკაც ნუგზარ წურწუმიას. და შემდეგ ასპარეზობებზეც ვეცდები საქართველოში იგივე სინჯის медали ჩამოვიტანო. სპორტის სამინისტროში შევხვდით ჩვენს ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეებს, რომლებმაც ზაგრებში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვეს ოქროსა და ვერცხლის медали. მე მათ მადლობა გადაუხადი ამ დიდი წარმატებისთვის და უსურვებ მომავალში არაერთი დიდი გამარჯვება ჩვენი ქვეყნის საკერხისგავთ. სუპერ სპრინტი 2025 ამ სახელწოდებით ბათუმმა კანოე კაიაკში საერთაშორისო მასშტაბის სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლა. ტურნირში 23 ქვეყნის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებულები და პრიზიორები მონაწილეობდნენ. ჩემპიონატი საქართველოს სპორტის სამინისტროს, აჭარის მთავრობის, ბათუმის მერიის, ბათუმის სპორტული ცენტრისა და საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის თანამშრომლობით ჩატარდა. ტურნირის მთავარი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტული ტურიზმის განვითარება გახდათ. ბათუმი 2025 სუპერ სპრინტის ჩემპიონატი აღნიშნული შეჯიბრი გაიმართა შარშანს, ეს უკვე მეორეჯერ გაიმართა, უკვე ტრადიციად დამყარდა ეს ჩემპიონატი. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ბათუმის მერია, სპორტის სამსახურს. ორგანიზებული არის ძალიან მაღალ დონეზე, ჩამოსულები არიან 28 ქვეყნის 100-მდე სპორტსმენი, ყველა კმაყოფილია. დღეს დასრულდა ბათუმში ტურნირი ნიჩბოსნობაში, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა 28 ქვეყნის 100-მდე მონაწილე. აღსანიშნავია ისიც, რომ ბათუმის სპორტული ცენტრისა და ქალაქ ბათუმის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ტურნირის ფარგლებში ჩვენ სპორტსმენებს გადაეცათ 75,000 ლარის ღირებულების ნავები, ახალი ნიჩბები, რაც დარწმუნებული ვარ ხელ შეუწყობს ჩვენი სპორტსმენების შემდგომ წარმატებას. ასევე დაგეგმილია ნიჩბოსნობის კლუბის ბაზის განახლება.
ზედიზედ მეორედ საქართველოს ფუტზალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ბრატისლავაში გამართული დრამატული და უგოლიანი მატჩი სლოვაკეთმა 5-3 მოიგო. თუმცა ორი მატჩის ჯამში ჩვენმა გუნდმა მეტოქეს 7-6 დაამარცხა სლოვაკეთთან განმეორებით შეხვედრებში გოლები გიორგი ჩიმაკაძემ, არჩილ სებისკვერაძემ და ირაკლი თოდუამ გაიტანეს. ფუტზალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. ჯგუფური ეტაპის წილისყრა კი 24 ოქტომბერს შედგება. ბოლო ინტერვიუში მევახსენე თითო მილიმეტრზე თუ არ ვიბრძოლებთ ჩვენ ევროპის საგზურს ვერ მოვიპოვით. გამოჩნდა რომ იყო რა თქმა უნდა შესტომი, რაზეც ახლა რა თქმა უნდა არღის ლაპარაკი, ჩვენ მთავარი მიზანი შევასრულეთ. მინდა მთელ საქართველოს მიულოცო ფუტზალის გულშემატკივრებს და ერთი აუცილებლად მინდა არ უნდა გამომჩეს თბილისურ თამაში ის 4-1 რომ მოვიგეთ, ყველა გულშემატკივარი ისე ხომაგობდნენ რომ ძალიან დიდი წვლილი მათიც არის რა, იმიტომ რომ ჩვენ მარტო ვერაფერს ვერ ვიზამთ. აღარაფერი აღარ დაგვშა რა, ემოციებისგან დაცლები ვარ, თვითონ თამაშის სცენარი იყო ისეთი და ორი მატჩის ჯამში თავარია გავიმარჯვეთ და ის ოცნება და მიზანი რაც დავისახეთ 2 წლის წინ, როცა შესარჩევის ჯგუფები დავაგდეთ და გვინდოდა რომ მოხვედრილიყავით იქ, სადაც მოხვდით, შევასრულეთ ღირსეულად, ჩვენ 100% ჩავდეთ ყველაფერი და ღმერთმაც მაგიტო დაგვიფასა. გილოცავთ ყველას, საქართველოს ევროპაზეა მეგობრებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ. ძალიან დიდი წარმატება არის ზედიზედ მეორედ ქართული დროშა ევროპულ ასპარეზზე იქნება. ეროვნული ლიგის 26 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმმა წყალტუბოს 3 გოლს უმასპინძლა და ანგარიშით 1-2 დამარცხდა. ბათუმში გამართულ შეხვედრაში მასპინძელთა მხრიდან თავი ლუკა კაფიანიძემ გამოიჩინა, ხოლო უმართა მხრიდან გატანილი გოლებით თავი ირაკლი ჯანჯღავამ და კლაუდიო სებოლინამ გამოიჩინეს. 26 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ დინამო ბათუმი ეროვნული ლიგის სატურნირო ცხილში 35 გულით მეხუთე პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ჭიაბრიშვილის გუნდი 3 ოქტომბერს სტუმრად ფოთის კოლხეთთან გამართავს.